ეს მერკოსურის შეთანხმება აბსოლუტურად მრუდეა. ჩვენი კომპანიების კონკურენციის უნარი გაძლიერდება. ზოგი აქებს, ზოგიც აძაგებს, ზოგს ვერაფერი გაუგია. ეგრეთ წოდებული მერკოსურის შეთანხმება ცხარი დებატების საგანია დღეს ფერმერებს შორის მთელ ევროკავშირსა და განსაკუთრებით საფრანგეთში. ევროკომისიამ სულ ახლახან მოაწერა ხელი ამ ხელშეკრულებას ფრანგი ფერმერებისა და მესაქონლეების სამწუხაროდ, რომლებიც ღიად ეწინააღმდეგებიან ამ ამბიციურ რთულ სავაჭრო შეთანხმებას, რომელიც 25 წელი იყო განხილვის საგანი. სამხრეთის ქვეყნების ერთიანი ბაზრის ეგრეთ წოდებული მერკოსურის ქვეყნებმა და ევროკავშირმა მიაღწიეს პოლიტიკურ შეთანხმებას, რათა სავაჭრო საქონელზე დაბალი ან სულაც ნულოვანი ტარიფები დააწესონ. ამ შეთანხმების რატიფიცირების შემთხვევაში 800 მილიონიანი მომხმარებლის ბაზარი გაჩნდება, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი თავისუფალი სავაჭრო სივრცე იქნება მსოფლიოში. იგი გააოქმებს სავაჭრო საქონელზე დაწესებული გადასახადის 90%-ზე მეტს ბრაზილიას, არგენტინას, პარაგვაის, ურუგვაისა და ევროკავშირის 27 ქვეყანას შორის. ეს ნიშნავს დაბალ გადასახადს სულ მცირე შემდეგ საქონელზე. ევროკავშირიდან გასულ მანქანებზე, ინდუსტრიულ აპარატურაზე, ქიმიკატებზე, ტანსაცმელზე, ფარმაცევტულ პროდუქციასა და ზოგიერთ აგრარულ სასურსათო პროდუქტზე. სანაცვლოდ ევროკავშირმა უფრო მეტად უნდა გაუხსნას ბაზარი მერკოსურის ექსპორტს, განსაკუთრებით აგრარულ სასურსათო პროდუქტს. დაბეგვირისგან თავისუფალი შაქრისა და ფრინველის ხორცის კვოტა გაიზრდება. მერკოსურის ქვეყნებს ასევე შეეძლებათ ევროპაში დამატებით 99,000 ტონა საქონლის ხორცის შეტანა შემცირებული ტარიფით, რაც წელიწადში ევროპაში წარმოებული საქონლის ხორცის 1,6%-ია. გერმანია და ესპანეთი მხარს უჭერენ ამ გარიგებას, ხოლო იტალიაში აზრი ორად იყოფა. პოლონეთი და განსაკუთრებით საფრანგეთი კი წინააღმდეგი არიან. ფრანგი ფერმერები ამტკიცებენ, რომ მერკოსურის ქვეყნების მწარმოებლები არ დაექვემდებარებიან შრომისა და ხარჯის მარეგულირებელ იგივე სტანდარტს, რაც ევროკავშირში მოქმედებს. იგულისხმება პესტიციდების დოზის, ასევე ჰორმონებისა და ანტიბიოტიკებით საქონლის დამუშავებისთვის დაწესებული მეტისმეტად რთული რეგულაციები. ფრანგი ფერმერები იმისთვისაც აკრიტიკებენ აღნიშნულ შეთანხმებას, რომ არ უფრთხილდება მომხმარებელს და საფრთხეს უქმნის ევროკავშირის ფერმების გრადობას. თუმცა საკმაოდ მძლავრი ფრანგული აგრარული სურსათის წარმოების სექტორის აზრით საკმაოდ გახლეჩილია, რადგან ტარიფების შემცირება და ბაზრების მეტად გახსნა თუ კი ზიანს აყენებს მაგალითად მესაქონლეობას, სამაგიეროდ სასარგებლოა ღვინისა და ყველის მწარმოებლებისა და ექსპორტიორებისთვის. აი ასე გამოიყურება აგრარული სექტორი ახლა, სხვადასხვანაირად აღიქვამს ერთსა და იმავე სავაჭრო შეთანხმებას. Muy diferentes sobre un mismo acuerdo comercial. ორმოცდასამი წლის პიერ მარი დელანგლი საკუთარ თავს ადგილობრივ მეწარმეს უწოდებს. მისი ფერმა, რომელიც ცენტრალურ საფრანგეთში მდებარეობს, 6 კაცს ასაქმებს. იგი ზრდის ფრინველს, ცხვარსა და 250 სულ საქონელს, მათ შორის მეწվել და სახორცე ძროხებს. მერკოსურის შეთანხმების პირობებში ის იძულებული იქნება ფასი 30%-ით შეამციროს, რაც მისი აზრით საფრთხეს უქმნის მისი ცხოვრების წესს. თუ ჩვენ მოგვიწევს კონკურენცია გავუწიოთ სამხრეთ ამერიკიდან შემოტანილ ხორცს, ჩვენი საქონელი გაუფასურდება და ნაკლებ შემოსავალს მივიღებთ. ასეთი კონკურენცია ნიშნავს წარმოების შემცირებას მთლიანად ევროპაში და განსაკუთრებით აქ, საფრანგეთში. ხოლო თუ ნაკლებ საქონელს გავზრდით, ეს ნიშნავს, რომ მასზე დამოკიდებული დანარჩენი ეკონომიკაც შემცირდება, მთელი სექტორი დასუსტდება. უფრო ცოტა საქონელი წავა სასაკლაოზე, შესაბამისად სასაკლაოების რიცხვიც შემცირდება. მესაქონლეობისთვის აუცილებელი აპარატურაც უფრო ცოტა დაგჭირდება, ასე რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ეს მთელ ეკონომიკას შეუქმნის საფრთხეს. კიდევ უამრავ თავისუფალი ვაჭრობის ხალხშეკრულებებზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები. ან ხელია უკვე მოწერილი ევროპასა და მთელ რიგ ქვეყნებს შორის, როგორებიცაა ამერიკის შეერთებული შტატები, კანადა, მაროკო, ჩილე და ახალი ზელანდია. ძალიან ბევრი სავაჭრო ხალხშეკრულებაა და რაც ძალიან მრუდე მგონია ის არის, რომ აგრარულ პროდუქტსაც ეხება სულ ყველა. ისეთი შთაბეჭდილება გვრჩება, რომ ამ სექტორს ინდუსტრიულ პროდუქტში გადასაცვლელ ვალუტასავით იყენებენ. ჩვენი მიწების უმეტესობა სახნავი არ არის. ამ ადგილებში არ ვაპირებთ მარცვლეულის მოყვანას. ასე რომ გრძელვადიან პერსპექტივაში არსებობს რისკი, რომ მესაქონლეობაზე უარი თქვან ძალიან მარტივად. ჩვენი ქვეყნისა და სხვა ევროპული ქვეყნების სასურსათო დამოუკიდებლობას ვეთამაშებით. თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები სარგებლს მოუტანს მულტინაციონალურ ჯგუფებს, რომლებიც ძარცვავენ მიწას, ხოლო მცირე ფერმერებს გაანადგურებს. ამიტომ ეს ყველაფერი ჩემთვის გაუგებარია. 500 კილომეტრით შორს სამხრეთით მდებარე ვენახებიდან სულ სხვაგვარად ჩანს საქმე. ჟან-მარი ფაბრი დამოუკიდებელ მევენახეთა ასოციაციის პრეზიდენტია საფრანგეთში. მისი მამული 15 ჰექტარს მოიცავს და მას 4 დასაქმებული ყავს. ჟან-მარის მიერ წარმოებული ღვინის 30% ექსპორტზე გადის. ამიტომ დაბალი ტარიფები და ღია ბაზრები მისი აზრით ოქროს შესაძლებლობაა.
მერკოსურის შეთანხმება სირთულეებს უქმნის სოფლის მეურნეობის სხვა სექტორებს, მაგრამ ღვინის სექტორს საშუალებას აძლევს, რომ ღვინის სხვა ბაზარზე შესვლისთვის დაწესებული საბაჟო გადასახადი გაუნიულდეს. მაშინ, როდესაც ეს ტარიფი დღეს 27%-ია. ამიტომ ღვინისა და სპირტიანი სასმელების სექტორისთვის ეს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება დამაკმაყოფილებელია. ახლო წარსულის ამბებმა იგი დაარწმუნა, რომ უნდა ენდოს ასეთ თავისუფალ სავაჭრო გარიგებებს. 2017 წელს იაპონიასთან მოეწერა ხელი სავაჭრო შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც საბაჟო გადასახადი განუულდა. შედეგად გაყიდვებიდან მიღებული შემოსავალი 15%-ზე მეტით გაგვეზარდა, ხოლო საშუალოდ გაყიდვების რაოდენობა 10%-ით 2018 წელს. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ გაჯერებულ ბაზარზე შევედით. ევროკომისიის მიხედვით მერკოსურის შეთანხმება ევროკავშირის ბიზნესს 4 მილიარდ ევროზე მეც დაუზრდავს ტარიფის სახით. ძირითადი სატარიფო შეღავათების სპეციალურ კვოტას ექვემდებარება ევროკავშირის მომხმარებლისა და მწარმოებლების დაცვის მიზნით. მერკოსურის ქვეყნებმა კი აიღეს ვალდებულება, რომ უკანონო გაუწყეურება 2030 წლისთვის აღმოფხვან. მაინც სად მიგვიყვანს ახლა ეს გზა? აქვს ევროკავშირს იმის ფუფუნება, რომ უარი თქვას ამ შეთანხმების რატიფიცირებაზე? პარიზში ჩამოვედი, რომ ეს კითხვები დავუსვა ელვილ ფაბრის, გეოპოლიტიკური ვაჭრობის მკვლევარს. Una investigadora especialista en geopolítica del comercio. ჩინეთის ეკონომიკური ზრდის შენელებისა და ამერიკის მიერ ტარიფების მომატების პერსპექტივის ფონზე იგი ამბობს, რომ ევროკავშირს ფაქტობრივად არ აქვს სხვა არჩევანი გარდა იმისა, რომ თავისი ექსპორტისთვის ახალ ბაზრებზე გავიდეს და თან შეავსოს სტრატეგიული საქონლის დეფიციტი, განსაკუთრებით ნედლეულის. ბრაზილიასა და განსაკუთრებით არგენტინაში ვიშოვით იმ მინერალებს, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია მწვანე და ციფრული ტექნოლოგიებისთვის. საერთოდ ჩვენ საინვესტიციო პროგრამები მივმართეთ და რომელთა მიხედვითაც ვქმნით ევროპის ინდუსტრიულ სტრატეგიას. ეს შეთანხმება გვაძლევს წვდომას ამ კრიტიკულად მნიშვნელოვანი მინერალების მაღაროებზე. და რაც შეეხება საზოგადოებრივ ჯანდაცვას, არსებული საკანონმდებლო ბაზა მისი აზრით ეფექტურად იმუშავებს. უნდა გვახსოვდეს, რომ ნებისმიერი პროდუქტი, რომელიც ევროკავშირში შემოდის, ვალდებულია იცავდეს აქ მოქმედ სანიტარულ და ფიტოსანიტარულ სტანდარტებს. ამიტომ თუ არგენტინა, ბრაზილია, ნებისმიერი სხვა ქვეყანა იყენებს იმ პესტიციდს, რომელიც აკრძალულია ევროკავშირში, ასეთი პროდუქტი არ უნდა შემოვიდეს. ჩვენთან მოქმედებს რადიკალების ზღვრული ნორმა, რომელიც უნდა დაიცვა ევროპის ბაზარზე შესასვლელად. მიუხედავად იმისა, გაქვს თუ არა სავაჭრო ხელშეკრულება. მერკოსურის შეთანხმების ბედი ახლა წევრი სახელმწიფოებისა და ევროპული საბჭოს ხელშია, თუმცა ეს დოკუმენტი რომ ამოქმედდეს, ევროპარლამენტმაც უნდა აუნთოს მწვანე შუქი.